პატა დავითაია ევროპული დემოკრატები არის ჩვენი პირველი სტუმარი პატას მივესალმები მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს და დიდი მადლობა მოწვევის კი ბატონო რა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მადლობა თქვენს გილოცავთ მაყურებელსაც ქრისტე აღსდგა რა მთავარი რითიც შეიძლება ეს არჩევნები შევაფასოთ რა არის ეს თავარი მომენტი არის ის რომ ევროპამ გაიმარჯვა გზა ევროპისკენ რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი მადიარის კამპანიის ნაწილი ამ გზამ გაიმარჯვა და ჩვენ დაცახად დავინახეთ რომ საზოგადოებას უნგრულ საზოგადოებას არ სურს რომ მათი მანიპულირება ხდებოდეს რა რეალურად ის ევროპული ოჯახის ნაწილი არის და დღეს ფაქტიურად ყველა საუბრობს იმაზე რომ უნგრეთის არა ხალხი არამედ მმართველობა უმბრუნდება უკვე ევროპას ამაზე ლაპარაკობს ევროკავშირის ჩინოვნიკები ამაზე ლაპარაკობს ხალხი თვითონ ის ახალგაზრდების ყიჟინი რაც იყო ხო რუსებო წადით ჩვენ ევროპა ვართ პუტინთან მეგობრობამ ტრამპთან მეგობრობამ თუ უბრალოდ მისმა 16 წლიანმა მმართველობამ რა მოიტანა უნიკალური მომენტი იყო ამ ხრივად როდესაც ორი სუპერ სახელმწიფოს ლიდერი შეერთებული შტატების და რუსეთის ფედერაციის უჭერდა მხარს ორბანს მაგრამ ხალხმა ის გადაირჩია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის გადაღლა, მოდით პირდაპირ თქვა, თულად კი არ არის მოგონილი ორი ვადა. ეხლა თვითონ მადიარმას გააკეთა განცხადება, რომ ცვლილებას აპირებს კონსტიტუციაში, როდესაც უმრავლესობა უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობა ფაქტურად მათ აქვთ, სადაც პრემიერ-მინისტრი იქნება ორი ვადით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება არის. შემდგომი თემა იყო ის, რომ ის მუდმივი დაპირისპირება, რაც იყო ევროპულ ოჯახთან, ორბანის მხრიდან ეს ნათელი მაგალითი გახდა ამისის, ხალხის დაიღალა იმით, რომ თქვათ რაღაც შეზღუდვები იყო, იქმედებები იმასთან დაკავშირებით, რომ პრორუსობას აბრალებდნენ საზოგადოებაში ეს დუხს, როგორც ჩვენთან, ეხლა ჩვენ თუ დააკვირდებით, იგივე სიტუაცია, როდესაც არავის არ მოსწონს, უბრალოდ პრორუსულს უწოდებენ იგივე ოცნების წარმომადგენლებს, ხო? ეს მღასავით არის. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დაიღალენ და რეალურად იმ ორი ლიდერის მხარდაჭერა კამპანიის დროს ოპოზიციის ლიდერი ახლა უკვე ხელისუფლების ეს ვთქვათ არჩეული პრემიერი როგორც უწოდებენ, აი ამ საგარეო კლიშეებს ნაკლებად იყენებდა. ის ძირითადად იყო ორიენტირებული შიდა-შიდა, მაგრამ გადამწყვეტი როლი მაგალითად ვენსის ვიზიტმა უფრო დაწია რეიტინგი ორბანის. ნაცვლად გამოჩნდა ეს უკვე ჩანდა კვლევები როცა ჩატარდა ვენსის შემდგომ რეალურად ის კვლევები ის რაც იყო უნგრული კანონმდებლობა ძალიან საინტერესო არის რომ 2-3 კვლევა როცა რომელიც გამოქვეყნდა არჩევნების დღეს იყო 2 დღით ადრე ესე იგი ვენსის ვიზიტის შემდგომ ესე იგი ნათელი მაგალითია იმისა რომ უფრო დაეცა ორბანის მხარდაჭერა მაგრამ აქ ძალიან საინტერესოა ის რომ საზოგადოება რა თქმა უნდა ბედი უნგრეთის და ნებისმიერი სახელმწიფოს წდება საზოგადოებაში მათ აირჩიეს ის გზა რომელიც ითვალისწინებს არაჩარევას არა მარტო ამერიკის მხრიდან, არამედ რუსეთის მხრიდან. მათ თვითონ გადაწყვეტეს ეს. ძალიან საინტერესოა თვითონ მადიარი. ეხლა ბევრი აჟიტირებულია იმით, რომ რაღაც რადიკალური ცვლილებები მოხდება. მე ვფიქრობ, რომ რადიკალური ცვლილებები არ იქნება. კორექტირება. ასე აფასებს ბევრი რომ უბრალოდ გადახრის ვექტორს უფრო ევროპისკენ. ვიდრე მოსკოვისკენ, მაგრამ არავისთან ეს მკვეთრ მაგალითად. სწორი არჩევანია. ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ყველა მთავრობამ უნდა იმუშაოს ქვეყნის ინტერესებიდან არაფერი გასაკვირი არ არის, ხო? ეხლა მთავარი მომენტი მათთვის არის მიიღონ ის დახმარება, რაც ევროკავშირიდან იყო გამოყოფილი და იქ დახმარება არ არის. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. და შეცდომა იყო ორბანის მხრიდან ვაჭრობა ამ თემით. ეხლა ორბანი რას აკეთებდა რეალურად, ხო? ის ვაჭრობდა პიროვნულ თუ შეიძლება ასე ვთქვათ პიროვნულ ყულაბაში გადაქონდა ყველაფერი და ეს სახელმწიფო ყულაბა რაც სახელმწიფოს უნდა მიიღო ფული ის გახადა სავაჭრო თემად და ამიტომაც საზოგადოებამ ის გარიყარა ეს ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო ამ თემიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო იყო ის რომ მადიარმა მოახერხა ორბანის ამომრჩევლების წამოყვანა თავის ეს მნიშვნელოვანია და რატო რა მოხდა უყურეთ მან ამ მომენტში ოპოზიციის მოქმედება მათ შეუწყო ხელი და რატომ ძალიან საინტერესო იყო მათ ჩამოაყალიბეს ერთიანი სია მათ
ფაქტიურად გააუქმეს ოპოზიციური პარტიები. გაუქმებული არ არის, რეგისტრაციებში არ გაიარეს, რომ ვიღაცა სავაჭროთ არ ქონოდა. აი ჩვენთან როა ხო იდენტობას არ დავკარგავ, იმას არ დავკარგავ. ეს მათ ყველაფერი გაწიეს გვერდით და თქვენს რომ ეხლა ამის დრო არ არის. და ამით მოხდა რომ ვერავინ ვერ მოახერხა манипуლირება. მესამე პარტია რომელსაც თუ არ ვცდები 5 მანდატი აიღო ეხლა ბოლო მონაცემებით, ეს იყო აბსოლუტურად პრორუსული პარტია, რომელიც ორბანისთვის იყო როგორც დამხმარე რგოლი იმ თვალსაზრისით, რომ მასზე ევროპის გამოჩენილი. არა, ევროპული არა, ხმის თავრობის და კომპლექტაციის პერიოდში თუ ორბანს გამოვიდოდა 45%, ის ხდებოდა ისევ პრემიერი. ამანაც არ ითამაშა, ხო, რეალურად ჩვენ ვნახეთ ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ეს ცალსახად აჩვენებს ამ მიდგომას, რომ მნიშვნელოვანი არის ერთობა, მნიშვნელოვანი არის ლიდერი, მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ინტერესებზე აქცენტის გაკეთება და არა სხვა სახელმწიფოების დღის წესრიგით მუშაობა. ვინც არ უნდა იყოს ეს ამერიკა იქნება, მოსკოვი თქვა, ბრიუსელი იქნება, ვაშინგტონი, მოსკოვი. თავად მადიარიც მუდმივად მან ძალიან კარგად გააკეთა ეს ყველაფერი. აი თქვენ დააკვირდით, როდესაც ზელენსკი წავიდა ძალიან ღიად ორბანის წინააღმდეგ, რა გააკეთა, მაგრამ დაიცვა ორბანი. დაიცვა. ხო, ეს სწორად იმუშავა იმ ამომრჩევლზე მისი ქვეყნის რა თქმა უნდა და არა ყვა რაღაც სხვა თემებს იგივე ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინის ის კი არ ლაპარაკობს რომ არ უნდა გაწევრიანდეს როგორც ორბანი ძახოდა არამედ დაჩქარებული წესით არ მოხდეს ვიდრე ომია დიახ ამიტომ ჰქონდა პრინციპში ორბანსაც და კანონი მიიღეს ამის დასაბლოკად და მადიარი ამბობს რომ თუ ვითარება შეიცვლება შემდეგ რეფერენდუმის გზით გადაწყვეტენ ამ საქმეს. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ თქვათ როგორი პოზიცია ექნება საქართველოს მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იცით თქვენ ორბანი სულ უჭერდა მხარს ქართულ ოცნებას, ხო? აი თქვათ ის ლინკები რაც მათ ჰქონდა. ორბანი ყველა მთავრობას უჭერდა. გეთახმებით წინა ხელისუფლებასაც უჭერდა, მხარს უცნაძის ხელისუფლებაში იყო. იგივე 2012 წლის არჩევნებში. მაგრამ ნუ რეალური პოლიტიკიდან გამომდინარე მოქმედებს ნებისმიერი პოლიტიკოსი მილოცვებმაც ეს აჩვენა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ აი ახლა აქ თავარი რა არის? 21 აპრილს არის სტომა, იცით თქვენ ევროკავშირში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან და საქართველოს საკითხი არის დღის წესრიგში. ეხლა მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ფაქტურად ძალაუფლება დაკარგა, ტექნიკურად ის იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი 10 მაისამდე, მაქსიმუმია ეს, რა პოზიციას დაიკავებს, თქვათ, ამ ეს მნიშვნელოვანი თემა არის. აქედან გამომდინარე კონკრეტულ საკითხში, აქ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა იგივე უვიზოს თემა, ხო, რომელიც მოდი თქვათ, ივნისის თვეს ხდება განხილვის საკითხი ოფიციალურად, იცით თქვენ როდესაც დიპლომატურ პასპორტებს შეუჩერეს შეაჩერეს ვიზების მიცემა ჭირდება აღება ჭირდება ვისაც დიპლომატური პასპორტი აქვს დღეს უკვე საუბარია თუ საქართველოს არ შეასრულა ეს მეორე ეტაპი დგება უვიზოს თემა ხო აქ რა პოზიციები ექნება იცით რა არის ბრიუსელში დღეს პიროვნულად არიან ქართული ოცნების წინააღმდეგ ეს ფაქტია პიროვნული დაპირისპირება მოხდა უკვე სადაც მოხდა გაყოფა ქართველი ხალხი და მართველი წრე ეს ხო ნათლად ჩვენ დავინახეთ ესე იგი ეს გადავიდა პიროვნულ დაპირისპირებაში აი პიროვნულ დაპირისპირებიდან გამომდინარე უკვე მოდიათ უხეშად ხელები ებხანებათ ოცნების ლიდერების წინააღმდეგ ეხლა აქ როგორ მოხდება მე ვფიქრობ რომ რეალურად ახალი ხელისუფლება უნგრეთის რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი ლობისტი ამ თემის მე ვფიქრობ რომ ამ ლობისტს არ გააგრძელებს რატომ არა იმიტომ რომ არ უნდა გააგრძელოს, არამედ ბრიუსელის პოზიციიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ჩვენ საქართველოზე არ ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ ხელისუფლებაზე ამ ეტაპზე ეს გახდება სავაჭრო მონეტასავით მათთვის, იმიტომ რომ ბრიუსელიდან რაღაც დათმობებზე ის რა თქმა უნდა იმ ლობიზმს ქართული ოცნების რა თქმა უნდა დათმობს. ეს უკვე ნათლად ჩანს. ამიტომ, მაგრამ აქ ყველაზე მტკივნეული ქალბატონო ჩემთვის არის ჩვენთვის უვიზო რეჟიმის საკითხი. ძალიან მტკივნეული თემა არის ეს. ამიტომ მე მიმაჩნია რომ აქ ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო და დღეს რჩება რომ ეს არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ქართველი ხალხის მონაპოვარია ეს და მეტი არავის და ეს ქართულმა ხალხმა დაასტურა იგივე 500 დღიანი პროტესტით, რომელიც არის. ამიტომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის მომენტები, რაცა ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული დაჟითი მეთოდები. და რატომ იცით? უნგრეთმა თვითონ ბრიუსელმა უნდა გააკეთოს დასკვნა. მე მექნება კომუნიკაცია და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომ ხალხმა გადაწყვიტა უნგრეთში ბედი
არჩევნებით, როდესაც ორი სუპერ სახელმწიფო ხალხის წინააღმდეგ იყო. იგივე სიტუაცია არის ჩვენთან დღეს ახლა არა ამერიკელებზე არ ვლაპარაკობ, რუსეთი არის ქართული ხალხის წინააღმდეგ, ხო რეალურად იმ არჩევანის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ უნდა მივიღოთ. და აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ეს უვიზოს თემა ივნისში შევენარჩუნოთ. კი ბატონო, ძალიან ბევრი განხილვა არის, ამაზე ვილაპარაკებ სხვა სტუმრებთან, რა გაკვეთილი უნდა იყოს მთელი ეს პროცესი ოპოზიციისთვის, მაგრამ მე მინდა თქვენ კითხოთ, რა შეიძლება მოიმოქმედოს თუნდაც ივნისამდე და ზოგადად აი ამ შედეგის შემდეგ ოცნებამ და ხელისუფლებამ. ძალიან საინტერესო შეკითხვა. მე პროგნოზირება ძნელია ქართული ოცნების ქმედებების, ლოგიკაში რა დარჩება, მაგრამ მე ვფიქრობ არის სამი გზა. პირველი ეს არის ის რომ თუ ბრიუსელმა გააგრძელა სერიოზული ზეწოლა ოღონდ ხაზოს რომ პიროვნული და მე როგორც მაქვს ინფორმაცია ასეც იქნება ეს ამ ფონზე ქართულ ოცნებას შეიძლება დაჭერდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება და რატომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება იმ მოტივით რომ განამტკიცოს ბჭყალებში ხელისუფლება ხო ამ ფონზე ის შეიძლება წავიდეს პარტიების გაუქმებაზე რასაც ჩვენ ვხედავთ რომ არიან პატიმრები პოლიტიკური ლიდერები და თქვა არაადეკვატური საქმეებით მაგალითად ირაკლი ოქროაშვილის საქმე არაადეკვატური საქმეა რეალურად პატა მანჯგალაძის მიმართ სახალხო დამცველი გამოდის და არაადეკვატური მოქმედებებია აქედან გამომდინარე აი ამ ფონზე არჩევნების და წნეხის გზით წავიდეს და ჩაატარებიოს ამ მთავრობას ეს არჩევნები და თქვათ ამის შემდგომ როდესაც ხელისუფლებას მოდი ასე ვთქვათ ბჭყალებში გაინაღდებს ამის შემდეგ განახორციელოს ცვლილებები მთავრობაში მეორე ვარი და თქვათ ის მძიმე არჩევნები რომელიც ის ჩაატარებს ყველანაირი დარღვევით მინდა ხაზი გაუსვა ჩანს ეს უკვე თუ ამაზე წავიდნენ არანაირი დემოკრატიული არჩევნების ფონი არ იქნება აქედან გამომდინარე ეს შეიძლება მერე გადააყოლოს პრემიერ-მინისტრს და თქვას რომ ახალი პრემიერი მოიყვანოს მეორე ვარიანტია არის რომ არაფერს არანაირ არჩევნებს არ ჩაატარებს განახორციელებს გარკვეულ ცვლილებას მთავრობაზე ვლაპარაკობ და ეს ცვლილებები განხორციელება იმით რომ ახალი მოლაპარაკებელი პირი იყოს იმიტომ რომ არ აღმოჩნდეს ზეწოლის ბერკეტის ქვეშ პიროვნული ზეწოლების ქვეშ ქართული ოცნების ლიდერები და ამ ფონზე თქვა 28 წლამდე მიიტანოს მაგრამ გარკვეული ცვლილებები განახორციელოს მთავრობაში გაუშვას პატიმრები და რაღაც ნაბიჯები ტრენდი შეცვალოს რისი ალბათობა მთავრობა შეცვალოს დიახ რისი ალბათობა მიმაჩნია რომ ძალიან ცოტა პატარაა იმიტომ რომ ამ სამი ვერსიით მესამე არ მithქვია მესამე ვერსია რომ ყველაფერზე არაფერს არ მიაქციოს ყურადღება უფრო გაამკაცროს და წავიდოს უბსკულისაკენ აი კაცრი ავტორიტარული დიქტატორული მიდგომით ხო და არ ვიცი ვისი მეძე იყოს რუსეთის თუ მე მაგალითად აი თქვენ ჩამოთვლილიდან ვფიქრობ რომ მეორე უფრო შეიძლება მეორე ვერსია იქნებოდა ლოგიკური ვერსია ხო შეიძლება ლოგიკური ხო მაგრამ მე ვფიქრობ რომ განვითარდება მესამე ვერსია ან პირველი ან მესამე პირველი ეს არის კაცრი არჩევნები ვადამდელი რომელიც იქნება უმკაცრეს რეჟიმში პარტიების გაუქმების ფონზე ეს იქნება თქვა დაჭერების ფონზე ეს იქნება დიდი ფულის ფონზე დაშინების აი ყველაფერი იქნება იმიტომ რომ უნდათ უმრავლესობა ეს ძალიან მკაცრად და ამიტომ ეს უფრო შეიძლება მოხდეს 24-ის შემდეგ ვის სასარგებლოდ არის შეცვლილი თქვენი დაკვირვებით იცით რა არის პირველი ნეგატივი ძალიან დიდია ქართული ოცნების მხრიდან ნეგატივი ძალიან დიდია როგორც ნეგატივი აქვს ოპოზიციას იმის გამო რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ერთობას თავარი მომენტი რა არის ერთობაზეა დაკვეთა თუ რაღაც იმ ტიპის ენერგიაზე როგორიც ეს აი ზუსტად მეორე ფრაზაში თქვაც მინდოდა რომ არჩევნები უნდა მოიგო არჩევნებამდე რაც გააკეთა ტისას პარტიამ იმაში უნგრეთში ხო ეს მათ შეძლეს ეს ამას ვერ ახერხებს ოპოზიცია დღეს ჩვენებას იმისა რომ ის იმარჯვებს არჩევნებამდე ეგ არის მნიშვნელოვანი აი ასეთი სისტემიდან გამომდინარე რომელიც ჩვენთან არის შექმნილი აქედან გამომდინარე ამას თუ მოახერხებს ოპოზიცია იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამარჯვებისკენ მოდი ასე ვთქვათ მინიმუმ ხელისუფლების გაყოფისკენ მაქსიმუმ აბსოლუტური ვთქვათ ხელისუფლების ცვლილებისკენ შემდგომი ნაბიჯი რაც ვთქვათ აქ დასკვნები შეიძლება გაკეთდეს ის რომ საზოგადოება უნდა დარწმუნდეს ერთ რაღაცაში ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით რაც იცით თქვენ რომ ნიჰილიზმის მიმდინარეობა ხდება რომ ეს
შეუძლებელია, ეს არ მოხდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზაა. ვთქვათ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, რა თქმა უნდა, დიდი მეცადინეობითაც. ეს გადაჯაჭულია ყველაფერი ერთმანეთში პირველი და მეორე პუნქტი. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო აზროვნება კონდეს იმ ჩინოვნიკებს, რომელიც არიან ქართულ ოცნებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. რატომ? იმიტომ რომ როდესაც დგება საკითხი უვიზოს თემის, როდესაც ხდება რომ პიროვნულ დაპირისპირებას ბიზინა ივანიშვილს იცით რა არის? ჩინოვნიკებზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ეხლა ჩვენ გვიძახით რომ ჩინოვნიკები არავინ არ ამ ქვეყანაში არავინ არ არის, მაგრამ და გაკვეული, აი თქვენ ნახეთ რომ ერთ-ერთმა მერმა ქალაქის უნგრეთში განცხადება გააკეთა, რომელიც იყო ორმანის პარტიის წევრი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ განცხადებამ. აი მე ხა არავის მაგალითები და უკვე გადამწყვეტი ქონდა ხალხს. არა, მაგრამ ხმამიცემა არ ქონდა, ხო? ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ ეხლა ეს მაგალითი მოყავს ჩინოვნიკებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ თქვათ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ ვინ არის შემცვლელი. ხო, ესეც მნიშვნელოვანია, ხა ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ. ეხლა მოდით პირდაპირ ვთქვათ, იყო არჩევნები ევროპასა და ამერიკას შორის უნგრეთში. ვინ ამერიკელები მოიგებდნენ თუ ევროპელებმა მოიგეს. აი ეს მარტივად. იქ გერმანიის სახელმწიფო ძალიან მაღალ დონეზე უჭერდა მხარს ოპოზიციურ პარტიას. ეხლა აქედან გამომდინარე დგება ის საკითხი აქაც, ხო? ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევნები ამერიკა, ჩვენ ამერიკა ჩვენ ყავს რუსეთი მტერი. ყველაზე მთავარი მტერი ეს არის, ხო? ჩვენ რა არჩევანს გავაკეთებთ? ის 30 წელი რა ჩვენ ვიარეთ და ვიარეთ იმისკენ, რომ ევროპის ოჯახის წევრი ყოფილიყო. მე არ ვლაპარაკობ ისტორიაზე, მაგრამ აი ყველა თავრობა ვინც კი იყო, ყველა ადგამდა ნაბიჯ მიდიოდი წინ, კარი გავაღეთ და მე ეს კარი ჩვენ თვითონ მოვხურეთ. აი ხა დგება საკითხი, ხო? ამ კარს ისევ ჩვენ გავაღებთ და მეტი არ მყარიც გამღები არავინ. აქედან გამომდინარე გამოდის ის, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს ქართულმა ხალხმა. ეს იქნება 28-ში, ეს იქნება თქვა 26-ში, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს უნდა გაითავისოს ქართული ოცნების მომხრემაც. როგორც ორბანთან რა მოხდა? ორბანის მომხრეებმა მისცეს მიწინაამდე ხმა. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი ქართული ოცნების მომხრე, რომელიც უკვე არ აპირებს ქართულ ოცნებას ხმას მიწის. კი ბატონო, პატა, 2022 წელს ორბანს ყავდა 3 მილიონი ამომრჩეველი და ოპოზიციას 2 მილიონი ამომრჩეველი. ახლა 4 წლის შემდეგ ორბანს ყავდა 2 მილიონი ამომრჩეველი, თლად ეხლა ზუსტად ასე არა, მაგრამ ხო, ახლა ყავდა ორბანს 2 მილიონი ნახევარი და ოპოზიციას 3 მილიონი 300,000, ანუ თითქმის 6 მილიონამდე მოვიდა. კი ბატონო, მაგრამ ნახეთ, აშკარად ჩანს, რომ ახალი ამომრჩეველის დაიმატა შეიძლება გადაუწყვეტელესაც ეძახიან, მაგრამ ნახევარ მილიონზე მეტი ხალხი ვინც არ მოდიოდა. 9 მილიონზე მეტი ამომრჩეველი წაიყვანეს ორბანიდან. ეს ერთი და მეორე მოვიდა ხალხი, რომელიც არასოდეს არჩევნებში არ მოდიოდა. ჩვენ ხო თქვენმა ტელევიზიამაც აჩვენა თქვა წლების მიხედვით რამდენი ამომრჩეველი მოდიოდა და აქტივობა როცა იყო დელე მე უცებ რომ ხელისუფლება შეიცვალა. რატო? იმიტომ რომ როცა დიდი აქტივობა ასე ხდება. ეს დაახლოებით 2012 წელს რაც იყო 400,000 ადამიანმა ერთ პარტიას მისცა ხალხმა, რომელიც არჩევნებში არ მოდიოდა ქართულ ოცნებას. დაახლოებით იგივე სისტემა. კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.